მოგესალმებით. გადაცემა პრევენციაში დღეს ვისაუბრებთ ჩვილების ჭარბწონიანობაზე და მათთვის ძალაუნებურად დანიშნულ დიეტაზე. ასე რომ მშობლებო ყურადღებით. ბავშვი მაცხარი და ჯამრთელი რომ იყოს, საჭიროა კვებისადმი სწორი დამოკიდებულება გქონდეთ. ჭარბად ნაკვებ ბავშვებს ხშირად აქვთ დამახასიათებელი აღნაგობა. მოკლე კისერი, განიერი გულმკერდი, ვიწრო მხრების სხეულის მრგვალი ფორმები. ბავშვი ჩასუქებულია ნაკვები, მაგრამ ფერმკრთალი. კანის ელასტიკურობა და კუნთების ტონუსი დაქვეითებული აქვს. მუცლის წელის გულმკერდისა და დუნდულების მიდამოს კანქვეშა შრეში აღენიშნება ზედმეტი ცხიმოვანი ჩანართები. ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, მატლობს ინსულინის გამოყოფა და ბავშვი მიდრეკილი ხდება შეშუპებისადმი. რაციონში ბოსტნეულის ხორცის ნაკლებობა იწვევს მინერალური ცვლის დარღვევასა და ავიტამინოს. ცილების სიჭარბე მაშინ ვითარდება, თუ ბავშვმა გვიან დაიწყო ხილისა და ბოსტნეულის მიღება. სამაგიეროდ დღეში რამდენჯერმე ჭამს ხაჭას, კვერცხეს, გულსა და ხორცს. ცილების სიჭარბე არღვევს საჭმის მონელებას, ჩვილს აწუხებს შეკრულობა, იზრდება დატვირთვა თირკმელსა და ღვიძლზე და კუჭის წვენის მჟავიანობის გამო ფერ ხდება რკინის ათვისება. ზედმეტი წონა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებშიც აღენიშნება. იმის შიშით, რომ ჩვილი მშიერი არ დარჩეს, დედა ხშირად ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აწოვებს ძუძუს. ჩვილის მცირე ტევადობის კუჭი ვერ ასწრებს წინა ულუფისგან დაცლას, ახალი ულუფის მისაღებად კუჭის კედლები იჭიმება და პატარა ეჩვევა ჭარბ ულუფებს. ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი საათნახევარზე ნაკლები ინტერვალებით არ უნდა იკვებებოდეს. კუჭი არც ხელოვნური კვების დროს უნდა მიაჩვიოთ ზედმეტ ულუფას, თუმცა ამ შემთხვევაში კვებათა შორის ინტერვალი 2-3 საათი მაინც უნდა იყოს. დამატებითი საკვების მიცემა დაიწყეთ ექიმის კონსულტაციით მითითებულ ასაკში. თუ ჩულს ასაკთან შედარებით ზედმეტი წონა აქვს, დამატებითი კვება დაიწყეთ ბოსტნეულით. ის ნაკლებად კალორიულია, ვიდრე დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. ფაფუ მოამზადეთ ბოსტნეულის ნახარშებზე და მიეცით დღეში ერთხელ არაუმეტეს 130-150 გრამისა. უფრო კალორიული საკვები მიეცით დღის პირველ ნახევარში. ზოგ მშობელს გონია, რომ ფაფა და ბოსტნეულის პიურე ბავშვს არ ანაკლებს, ამიტომ უფრო მეტ საჭმევს ხაჭოს, კვერცხს, ხორცს. ეს კი ცილოვანი საკვების სიჭარბეს იწვევს. თუ პატარა ჭარბი წონისკენ ამიდრეკილი, ნუ აიძულებთ ულუფა ბოლომდე შეჯამოს. თუ თეფშზე რამდენიმე ლუკმა დარჩა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ დანაკლებულა. ნუ მიაჩვევთ მას საკვების მარაგის დაგროვებას. დაიმახსოვრეთ, ბავშვი ჭამს იმდეს, რამდენსაც ორგანიზმი სთხოვს. ნორმალური ჩვილი ყოველთვე იმატებს წონას, ეს პროცესი მისი ზრდა განვითარებისთვის აუცილებელია. როდესაც ჩვილი აქტიურ მოძრაობას იწყებს, ესე იგი დაახლოებით 6 თვიდან, ის ადრინდელივით ვეღარ იმატებს. თუ ხელოვნურ ან ბუნებრივ კვებაზე მყოფმა ჩვილმა 6 თვიდან აქტიურად განაგრძო წონის მატება, ეს უკვე საგანგაშოა და ექიმის კონსულტაციაა საჭირო. უნდა გაკონტროლდეს წონის მატების დინამიკაც, სისხლში შაქრის დონე, ჰორმონები და ბიოქიმიური მაჩვენებელი. თქვენ და თქვენს პატარას ჯანმრთელობას უსურვებ, მე ნინა მაჭავარიანი ვარ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით.